ქედის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ვაჟა ბოლქვაძე საკრებულოს და გამგეობას უუნარობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს ამ დრომდე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ გამოუჩენიათ. მისი ფრაქციის მიერ წარდგენილი 4 ინიციატივა კი უმრავლესობამ არ განიხილა. ერთ-ერთი ღარათის წყალსადენზე ჩატარებული სამუშაოების კომისიურ შემოწმებას ითვალისწინებდა, ასევე მომზადებული იყო 2 სოციალური პროექტი, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სასოფლო სამეურნეო მიწების დარეგისტრირებას შეეხებოდა. ვაჟა ბოლქვაძის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მისი თქმით, უმცირესობის მიერ შეთავაზებული პროექტები სათანადოდ მომზადებული არ იყო. რაც შეეხება მიწის დაკანონების საკითხს, ამირან ცინცაძე ამბობს, რომ ის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ ეტაპზე აღნიშნული თანხით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი. ჩვენმა პარტიამ, ფრაქციამ 4 ინიციატივით შევედით საკრებულოს წინაშე და 4-ვე პროექტი დაიბლოკა. ფინანსური დახმარება იყო 4 და 5 შვილი ვისაც ყავს 57,000 გულაზე ქვეთ სიღარიბის ხვართქვემოთ ოჯახებისათვისა, წელიწადში 2 ხელ 1000 ლარი, მთლიანობაში 2000 ლარი. ეს საჯარო რეესტრი რო დარეგისტრირებული იყო მიწები და საკუთრებაში უფლება ქონოდა, რომ ხვალ და ზეგე მისი კანონიერი მემკვიდრე ყოფილიყო მოსახლეობა. აი ეს პროექტი საერთოდ არ გასულა საკრებულოს ცნობას. ნაციონალური მოძრაობა 9 წელიწადზე ხელისუფლებაში იყო. იმ 9 წლის განმავლობაში რა ვერ გააკეთებდა იმას, რომ მიწები დაერეგისტრირებდა. ჯერ ერთი აუცილებელი და გადაუდებელი ეხლა უფრო ბევრი სხვა პრობლემაა, ვინემ მიწის დარეგისტრირება გლეხისათვის. 4 შვილიანზე არ ქონდათ გაკეთებული, რომ რამდენი ოჯახია. საკითხი მომზადებელად ჩაითვალა და ითქვა, განისაზღვრა, რომ ეს საკითხი განხილული იყოს შემდეგ სიტყვებზე.